ლაო ჯინჯაომ შეძლო ინდუსტრიული ჩაის შექმნა, კომერციული ჩაის შექმნა, რომ 1900 წელს პარიზში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობით, სადაც წარდგენილი იყო ჩაქვის საუფლისწულო მამულის ეს ჩაი, ლაო ჯინჯაოს გამოყვანილი უკვე. ლაო ჯინჯაომ შეძლო ინდუსტრიული ჩაის შექმნა, ასევე მან შეძლო 1900 წელს პარიზში გამართულ გამოფენაზე ჩაის წარდგენა. ჩაქვის ჩაის ისტორია აქ არ დასრულებულა. ამ სანაპიროზე ჩაის სურნელით გაჯერებული ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგიები მალე ერთ სივრცეში მოიყრეს თავს. ისტორია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ცოცხლდება. ლაო ჯინჯაოს სახელობის ციფრული მუზეუმი სტუმრებს წარსულსა და აწმყოს შორის მოგზაურობას თავაზობს. აქ არის სხვადასხვა დამღებია. ყველას განსაკუთრებული რაღაც თავისი ფუნქცია, თავისი მნიშვნელობა ექნებოდა. ეხლა ეს გადავა ჩვენს ლაბორატორიაში. ინტერიერის ავთენტურობა მაქსიმალურად შენარჩუნებულია იმ სახით, რა სახითაც ეს ბოლო დრომდე შემოგვჭა. ეს შენობა დაცული იყო დაახლოებით 90-იანი წლების შემდგომ უკვე აქ მოსახლეობა, რომელიც შემოსახლებული იყო უფრო ადრე, აღარ ცხოვრობდა და იმ ფორმით არის შემონახული. მათი გადმოცემებით, ვინც აქ ცხოვრობდა, იმათი გადმოცემებით, შიდა დაგეგმარება უცვლელია აბსოლუტურად. საინტერესოა ასევე გათბობის სისტემები, რომლებიც ახასიათებს ამ შენობას და ეს ყველაფერი უცვლელად იქნება შენარჩუნებული. ბუნებრივია განთავსდება ის ექსპონატები, რომლებიც ამ წუთში ჩვენთვის ხელმისაწვდომი არის აჭარისა და ბათუმის სამუზეუმო სივრცეებიდან და ბუნებრივია ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ შემდგომში ამ მუზეუმს ჰქონდეს საკუთარი ექსპონატები. სანაპიროზე ავთენტურ კედლებში ზღვის ხმა და სურნელი ახლაც იგრძნობა. ამ კედლებში ლაო ჯინჯაოს მემკვიდრეობა თანამედროვე ციფრული მუზეუმის სახით გაცოცხლდება. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე მიმდინარეობს და პროექტი მიზნად ისახავს ქართული ჩაის ისტორიის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოჩენას. პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ლაო ჯინჯაოს შთამომავლებს. მუზეუმში ვიზიტორებს ქართული ჩაის მრავალწლოვან ისტორიას თანამედროვე ფორმატში გააცნობს. სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ექსპონატების დათვალიერება, ისე ჩაის დეგუსტაცია. პირველი ეტაპი დასრულდა 2025 წლის ბოლოს, რაც მოიცავდა გარე ექსტერიერის ასე ვთქვათ რეაბილიტაციას და შიდა კონსტრუქციულ გამაგრებას, ასევე შიდა სივრცეში მოხდა შუშუმ პირებზე ადაპტირებული ლიფტების მოწყობა. მიმდინარე ეტაპზე აქტიურად მუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს სამუშაოები დასრულდება უშუალოდ ეზოს კეთილმოწყობის ნაწილში, გეგმავთ მესამე კვარტალში სამუშაოების დასრულებას, ხოლო შიდა ინტერიერის ასე ვთქვათ კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. კიდევ ერთხელ მეორდები, ამ ეტაპზე ხორციელდება შიდა ინტერიერის პროექტირების სამუშაოები. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოებში ჩართულია ლაო ჯინჯაოს თავმოყრავლები, კერძო ჩინური მხარე, რომლებიც აქტიურ კონსულტაციას გვიწევენ მუზეუმის მოწყობის კუთხით, პროექტირების ნაწილში, სწორედ მათ მიერ იქნა შემუშავებული შიდა ინტერიერის კონცეფცია. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში აღდგა შენობის ფასადი და განხორციელდა ინტერიერის კონსტრუქციული სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმის შიდა სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების, საპროექტო სამუშაოების მომზადება და ეზოს კეთილმოწყობა. კონცეფციის მიხედვით ეზოში მოეწყობა ჩაის ლაბირინთი. ჩინური კულტურისთვის დამახასიათებელი თემატური და რეკრეაციული კუთხეები. მუზეუმი ქართული და ჩინური კულტურის ურთიერთობების მნიშვნელოვანი სიმბოლო იქნება. ლაო ჯინჯაოს სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული ჩაის ისტორიაში. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, კერძოდ კონსტრუქციის გამაგრებისა და იერსახის შენარჩუნებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ეზოს კეთილმოწყობისთვის 267,000 ლარი იხარჯება. შენობის რეაბილიტაციის დროს დაგეგმილია ავთენტური იერსახის შენარჩუნება. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო მოგეხსენებათ და მოხდა მისი გამაგრება კონსტრუქციული და იერსახის შენარჩუნება. ამ ეტაპზე მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს გასულ წელს ჩატარდა სააგენტოს მიერ ეს სამუშაოები, გაფორმდა პარალელურად მემორანდუმის ფარგლებში კიდევ ერთი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შიდა ინტერიერის დიზაინის პროექტის შექმნას. აღნიშნული ჩინურმა მხარემ მოამზადა მთლიანად და ჩვენ ამ ეტაპზე ვახორციელებთ მის დეტალურ დაპროექტებას, რათა სრულად განსაზღვროთ ბიუჯეტი,
რომლითაც გვეცოდინება ფაქტიურად აღნიშნული მუზეუმი რა დაუჯდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. იმისათვის, რომ სამუშაოები არ გაჩერებულიყო, პარალელურად დავიწყეთ ეზოს კეთილმოწყობა. ეს ლაუჯინჯაოს ყოფილი სამუბარია, რომლითაც ის ჩაის მიირთმევდა. აქვეა ლარნაკი, ცილინდრი, რომლითაც ის პლანტაციაში მუშაობდა. ახლა ეს ნივთები მუზეუმში ინახება. ასევე იგეგმება იმ ნივთების დაბრუნება, რომლებიც ლაუმ საქართველოდან წაიღო. ექსპონატები მუზეუმში იქნება დაცული. მუზეუმში ინახავთ ლაუჯინჯაოს ცვილის ფიგურასაც.